Ყველას გულით მოგესალმებით. დღეს ორშაბათია და ორშაბათობით ტრადიციულად ვიკრიბებთ ხოლმე რადიო იმედის ეთერში და ვსაუბრობთ ბიზნესის შესახებ. დღეს აუცილებლად გვინდა ვისაუბროთ ტურიზმთან დაკავშირებით, რადგან როგორც ვიცით, სოფლიოში განსაკუთრებული მდგომარეობაა შექმნილი, როგორ იცვლება, როგორ შეიცვლება ზოგადად საქართველოში ტურისტული პროექტები, რა მოხდება ამ მიმართულებით და რა ხდება დღეს ბაზარზე. ამ თემაზე სასაუბრად გვყავს გიორგი დოლიძე. გიორგი გახავთ HSC გრუპის დამფუძნებელი. გიორგი, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გიორგი, ძალიან საინტერესო სიტუაციაა დღეს მსოფლიო ბაზარზე ტურიზმის მიმართულებით, იმიტომ რომ რამდენიმე წერტილში ცხელი წერტილებია, ომი მიმდინარეობს, იბომბება. ჩვენ ვიცით, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ტურიზმს. ზოგადად როგორ მიმოიხილავთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში ტურიზმის მიმართულებით და რა მდგომარეობაა დღეს? კი ბატონო, დღეს როგორც ყველას მოიხსენება, მიმდინარეობს საკმაოდ დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში. აღსანიშნავია ის ფაქტი და გარემოება, რომ ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული ტურისტები და ასევე ისრაელიდან, ესაა ჩვენს სტატისტიკაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე მყოფი მიმართულებები, საიდანაც საქართველო მარაგდება იმ მასით, ესე ვთქვათ, რაც ძალიან დიდ ციფრებს წერს ზოგადად საქართველოს ტურიზმის სტატისტიკაში. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენთვის ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებიდან იხსნება რეისები, მიმდინარეობს აქტიური, ესე ვთქვათ, საომარი მოქმედებები, თავისთავად რეისების გაუქმებას მოყვება იმ რეზერვაციების გაუქმებაც სასტუმროებში, რომლებიც გაკეთებული ჰქონდათ მათ შორის უკვე გასული წლის შემოდგომის პერიოდიდან, ზამთრის პერიოდიდან და ასევე ამ სიტუაციას მოკლევადიან პერიოდში ამძაფრებს ის ფაქტი, რომ მარტსა და აპრილში იყო ემირატებში და ისრაელში, ესე ვთქვათ, რელიგიური დღესასწაულები, სადაც გამოირჩეოდნენ ხოლმე. ჩვენთვის კი იყო ეს დაბალი სეზონი, ესე ვთქვათ, საქართველოსთვის ზოგადად, მაგრამ ამ დაბალ სეზონს ერთგვარ ხიბლს ცენდა და დატვირთულობის ძალიან მაღალი აღმოსვლა ჰქონდა ხოლმე. არაბი ადამიანები, ტურისტები ძალიან ბევრი და ისრაელიდან ებრაელები, იმიტომ რომ იყო რამადანის და პასექის დღესასწაულები თითქმის უკვე ერთმანეთს ებმეოდა მარტიდან მოყოლებული აპრილზე და ჩვენ გასული წლის მარტის და აპრილის სტატისტიკითაც თუ ვიმსჯელებთ, მარტი 2025-ში ჰქონდა ასევე ეს იყო ისტორიული მაქსიმუმი, რომელიც 70% შეადგინა დატვირთულობა და აპრილი ეს იყო ნამდვილად რეკორდული მანიშნებელი 92% დატვირთულობა. ეს მართლაც რეკორდული მონაცემია. ჩვენ აქედან გამომდინარე უკვე 2026-ის სტატისტიკას და ფორკასტიც ამაზე დაყრდნობით ჰქონდა და 28 თებერვალს ეს ყველაფერი უახლოეს, ჯერჯერობით მარტის პერიოდში სამწუხაროდ იმედები გაგვიცრუდა, თუმცა აღსანიშნავი არის ასევე ის გარემოება, რომ 2026-ში შესაძლებელია თუ ყველაფერი დღეს არის მსჯელობის საგანი, რა იქნება, როგორ იქნება და დამოკიდებული არის იმ ვითარებებზე, რამდენად გაგრძელდება თუ არ გაგრძელდება და ყოველი დღე ფაქტიურად არის გადამწყვეტი ფაქტორი ტურისტების შემოდინების განახლების აი ამ ორი მიმართულებიდან. იმ ფრენებიდან, რომელიც ჩვენ სხვა ბაზრებიდან გვაქვს, განსაკუთრებით პირდაპირი ფრენები, რომელიც ძალიან კომფორტული, დაცული და უსაფრთხოა ევროპისთვის, ვიმედოვნებ, რომ თუ ეს ყველაფერი გასცდა მარტის თვეს გადავიდა აპრილში, საბედნიეროდ ჯერჯერობით აპრილზე ძალიან ბევრი რეზერვაცია არ არის ჩახსნილი, თუმცა მარტი საკმაოდ პროცენტულობით ნახევარსაც კი გადასცდა რეზერვაციების, რაც გაგვიუქმდა სამწუხაროდ. ახლა ვფიქრობთ, რითი შეიძლება ეს ყველაფერი დაბალანსდეს და შეივსოს იმ შემთხვევაში, თუ გასცდება აღნიშნული საომარი მოქმედებები მარტის შემდგომ პერიოდს და გადავა აპრილში. საბედნიეროდ 2025-ში სახელმწიფოს მხრიდან იყო განხორციელებული იმდენად კარგი და დადებითი სტრატეგიული ნაბიჯები, როგორიცაა ევროპიდან არაერთი პირდაპირი ფრენის დამატება, ეს მაიმედებს იმაში, რომ ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში უფრო მეტი, ასე ვთქვათ, კარგი ოფერი გავუკეთოთ ევროპელებს და ევროპელები მოვიზიდოთ საქართველოში, იმიტომ რომ ისინიც, როდესაც კოლეგებთან ვსაუბრობთ ხოლმე, მაინც ერიდებიან უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაჯდომით რეისებს, რომელიც შეიძლება მეზობელი ქვეყანა თურქეთის გავლით მოდიოდეს და როდესაც ჩვენ პირდაპირ ფრენას თავაზობ დაახლოებით 10-12 და შეიძლება უფრო მეტი ლოკაციიდანაც ევროპის მიმართულებით ეს ვფიქრობ ძალიან დამაიმედებელი გარემოება არის ჩვენთვის. ასევე შესაძლებელია
გაცილებით უფრო მეტად გააქტიურდეს ევროპოდიში მეზობელი ქვეყნების მიმართულებები, რომლებსაც სახმელეთო გზითაც უკავშირდებით და ასევე თუმცა აზერბაიჯანთან სახმელეთო გზა დაკეტილია და ფიზიკურად შეუძლებელია. განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო პერიოდში ინდოეთიდან და ჩინეთიდან გაზრდილი ტურისტების რაოდენობა ხომ არ შეიცვალა აღნიშნული საომარი მოქმედებების გამო ტურისტული ნაკადების შემოდინება საქართველოში ინდოელ ტურისტებს გულისხმობ და ჩინელ ტურისტებს გულისხმობ. ჩინეთი და ინდოეთიც როგორც სხვადასხვა მიმართულებები 2025 წლიდანვე და მანამდე შეინიშნებოდა საკმაოდ აქტიურ ესე ვთქვათ მიმართულებად ჩვენი ქვეყნისთვის ჩინეთიდან ძალიან საინტერესო არის საქართველოს როგორც ტურისტული ასევე ფართო ეკონომიკური მიმართულებებით ჩვენ ვიცით რომ ამ წლის ასე ვთქვათ გაზაფხულზე ვართ ITB China-ს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის პარტნიორი. როდის სტარტდება ეს? ეს სტარტდება მაისში როგორც ვიცით. შესაბამისად ეს კიდევ უფრო ცხადყოფს იმას რომ ძალიან დიდი პოპულარიზაციით გამოირჩევა საქართველოს ჩინეთის მიმართულებით და ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს ეხმარება ესე ვთქვათ თავისი პოტენციალის უკეთ წარმოჩინებისთვის. როდესაც ამხელა გამოფენაზე ძალიან ბევრჯერ და თვალსაჩინო ადგილებში გაიჟღერებს საქართველოს სახელი, ვფიქრობ კიდევ უფრო ახალისებს იმ დადებით მარკეტინგებთან ერთად, რომლებიც ასევე 2025 წლიდან მოყოლებული ძალიან აქტიურ და კარგ ფაზაშია სწორედ იმ მიზნობრივ მარკეტებზე და იმ მიზნობრივ მიმართულებებზე, საიდანაც ფრენები დაგვემატა ჩვენ 2025-ში. რაც შეეხება ამ ეტაპზე საომარი პირდაპირ რეისებიც გვაქვს ჩინეთიდან. რეისებიც გვაქვს და სწორედ ესაა რომ თუ პირდაპირ რეისი არ იქნებოდა, მაშინ ჩინეთიდან უნდა ისევ ემირატების გავლით ძირითად შემთხვევაში მომხდარიყო საქართველოს ჩამოსვლა. ამ შემთხვევაში დიდწილად თავისთავად ხელის შემშლელი ფაქტორი იქნებოდა, თუმცა ის რეისები და თუ კიდევ უფრო დაემატება მეტი რეისი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, აი ამ დანაკლის თუ ეს ყველაფერი ისევ და ისევ გასცდა აპრილის პერიოდს და გადავიდა უკვე მაისში და რა ვიცი ამაზე არავის არ გვინდა ფიქრი რომ გადავაზაფხულს პერიოდზეც ხო უფრო ფიქრობ ძალიან დაგვეხმარება ევროპასთან ერთად მეზობელი ქვეყნები და ჩინეთის მიმართულება. ის ქვეყნები, რომლებიც დუბაიში თუნდაც ყატარში და სხვა ქვეყნებში და ქალაქებში სტუმრობდნენ ხოლმე და ჩადიოდნენ ხოლმე ტურისტულად, მათი ქცევა როგორ შეიცვალა, ხო არ შეიძლება საქართველოს იყოს ალტერნატივა თუნდაც იმ ევროპელი ტურისტებისთვის, რომლებიც ბოლო პერიოდში გეგმავდნენ დასვენებას, იქნებოდა ეს დუბაი, იქნებოდა ეს დოჰა თუ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, დუბაი და ზოგადად ემირატები იყო ერთ-ერთი მთავარი პოპულარული დესტინაცია, როგორც ევროპელებისთვის, ისევე შეიძლება თვითონ ქართველებისთვისაც, რუსებისთვის, სომხებისთვის, ყაზახებისთვის და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რადგანაც საქართველოს დაიმსახურა და თავი დააპოზიციონირა როგორც რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი უსაფრთხო მშვიდი ქვეყანა, სადაც შეიძლება რომ ძალიან ბევრი ადამიანი კომფორტულად ჩამოვიდეს და ისვენოს, ისიამოვნოს სხვადასხვა იმ ღირებულებებით და გაეცნოს ჩვენს კულტურას, რაც საქართველოს ასე ვთქვათ მოყვა მემკვიდრეობით. ვფიქრობ ევროპიდან განსაკუთრებით, სადაც არის პირდაპირ რეისები, როგორც წეგან აღვნიშნეთ, დუბაი რომ დროებით ასე ვთქვათ ჩაანაცვლოს და შესთავაზოს საქართველოს ალტერნატიული მიმართულება, ამის ძალიან მაღალი პოტენციალი გვაქვს და თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა ხანგრძლივ პერიოდზე და ზაფხულსაც შეეხო ევროპელებისთვის ჯერჯერობით მაღალი სეზონი მოგზაურობის კუთხით არ დაწყებულა, იმიტომ რომ არის მარტი და გადადის აპრილში, ხო? ანუ და მაისი არის ხომ კიდევ ძალიან აქტიური პერიოდი ტურიზმისთვის. მაისის დასაწყისიდან უკვე პიკური სეზონი გვეწყება ფაქტიურად. იმიტომ რომ მეზობელი ქვეყნებიც ევროპაც და ზოგადად ყველა აქტიურდება. ბევრი დასვენების დღეები ებმის ხოლმე მეზობელ ქვეყნებში. და სხვადასხვა მიმართულებები და მაისიდან იწყება ის პიკი, სადაც თითქმის ჩვენთვის სტრატეგიულად ყველა მიმართულება იწყებს აქტიურ მოგზაურობას და ერთ-ერთი ეპიცენტრი და მოთხოვნადი მიმართულება არის საქართველო. ასევე აი გასული კი ვამბობთ თქვათ მაისიდან იწყება პიკური, მაგრამ გასულმა წელმა და ასევე 2024-მა თბილისისთვის ყოველ შემთხვევაში ჩამოაყალიბა უფრო ადრე დასაწყისი სეზონის და დაიწყო აი მაისის პიკი, რასაც ველოდებით ხოლმე გადმოინაცვლა აპრილიდან და სწორედ ამიტომ იყო აპრილში 2024 წელს 80, ხოლო 2025 წელს 92% დატვირთულობა ჩვენ შემთხვევაში, რაც იყო
იმდენად დამაიმედებელი, რომ თითქმის 95%-ს ვარაუდობდით ამაზე დაყრდნობით და იმ კარგ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მარკეტინგის მიმართულებითაც მიზნობრივ სეგმენტებზე, რაც 2025-ში განხორციელდა, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით გვაქვს ესეთი გაურკვეველი სიტუაცია, რაღაც ბნელი იმისავე და გვირაბივით, რომ ჯერ სინათლე არ ჩანს და ესე ხელების ცეცებით მიდიხარ და სად მიდიხარ. აბა ჯერ ძალიან რთულია ვისაუბროთ იმაზე, რამდენად შეეხო ეს პროექტებს საერთაშორისო ბრენდებისა, რომლებიც საქართველოში ცდილობდნენ თავისიანთი სასტუმროების ან რაღაც კომპლექსების აშენებას და მის გამართვას. თქვენი კომპანია ამ მიმართულებით მუშაობს. რამდენად გააქვთ საერთაშორისო პროვაიდერებისგან, რომლებიც სასტუმროების ან სხვა მიმართულებით არიან, მესიჯები, რომ შესაძლებელია ეს პროექტები გადაიდოს ან არ გადაიდოს, ან რა მდგომარეობა ამ მიმართულებით? არა, საბედნიეროდ მსგავსი მოკლევადიანი, ესე ვთქვათ, და მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიმე ბრენდმა ან ინვესტორმა პროექტი შეაჩეროს ამ პროექტის, ესე ვთქვათ, დაპაუზებაზე და შემდგომში გაგრძელებაზე იფიქროს, არა, რაც არის pipeline-ში დაგეგმილი სასტუმროები, ძირითადად ყველა მშენებლობა მიმდინარეობს, ეს გარემოება არა იმის გამსაზღვრელი, რომ სასტუმროს ინვესტორმა მის მშენებლობა და გახსნა გააჩეროს. რომელიც მომდენო 2-3 წლის მერე. რა თქმა უნდა, მით უმეტეს ბრენდებიც ფართოვდებიან და ამას უფრო გლობალურად უყურებენ და კოვიდის დროს არ გაჩერებულა ბრენდული სასტუმროების მშენებლობა, როდესაც აბსოლუტურად გაცილებით უფრო მეტი გაურკვევლობა იყო, ვიდრე ახლა ეს ყველაფერი უფრო წერტილოვნად უშლის სასტუმროების არსებულ საოპერაციო გარემოს დატვირთულობას და ყველაზე ცუდი არის ის, რომ ეს ყველაფერი მოგევლინება სიურპრიზად ერთ დღეში და აი ამ ზუსტად ერთ დღეში გიწევს გადაწყვიტო ის, რაც არ იცი როგორ უნდა გადაწყვიტო. ფიქრობ მუდმივად, გაცილებით უფრო მეტად გიჭირავს პულსზე ხელი, ფიქრობ ფასით დააგდო, სხვა ბაზარი მოიზიდო, ჯერჯერობით სეზონი არ არის, ფასი დააგდო, ფრენა არ არის, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუ ცოტათი დააგდებ, მაინც პატარა შედეგი მოაქვს და აი ამ ორ ტრიალში ხარ, რომ თანამშრომლებთან და გუნდთან ერთად რა შეიძლება რომ გააკეთო, რომ ეს მოკლევადიანი პერიოდი ბრძოლებში გადაარჩინო. ის რომ გლობალურად სადღაც ესეთი აქტიური მოქმედებებიდან გამომდინარე რომელიმე საერთაშორისო ბრენდმა ან ინვესტორმა გააჩეროს სასტუმროს მშენებლობა და დეველოპმენტი, საბედნიეროდ გავსვენდება ჯერჯერობით. როგორ ვითარდება ზოგადად ტურისტული ბაზარი თქვენი გადმოსახედიდან და თქვენ კლიენტებს თუ გადახდებით? ბაზარი საკმაოდ საქართველოს ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ ეპიცენტრად რეგიონში. აქვს ძალიან დივერსიფიცირებული მიმართულებები, მოყოლებული ევროპიდან დამთავრებული ვთქვათ იაპონიით, კორეაც არის საკმაოდ აქტიური, ინვესტიციების მიმართულებით ტურიზმის კუთხით და სასტუმროებში არის ძალიან მაღალი ზრდის ტემპი გამომდინარე იქედან, რომ მოთხოვნადი ქვეყანაა და სასტუმროს ბრენდებიც ასევე ძალიან დიდწილად არიან წარმოდგენილი, ზოგიერთი ბრენდის 12-15 ქვებრენდული ობიექტი არის მარტო თბილისში წარმოდგენილი, ბათუმი ვითარდება ბრენდებით და მარტო თბილისი და ბათუმი არ ვითარდება კიდევ, ხო? რა თქმა უნდა, ამასთან ერთად სხვადასხვა რაიონები და რეგიონები, როგორიცაა კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში თუ სწორად მახსოვს 300-მდე ახალი ობიექტია დაგეგმილი 2026-28 წლებში. აქედან 18,000 ოთახია pipeline-ში და 40,000-მდე საწოლი და 30 საერთაშორისო ბრენდი იქნება აი ამ 300 ობიექტიდან. ეს ძალიან დიდი ციფრია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმას უსვამს ხაზს, რომ რამდენად არის საინტერესო როგორც ინვესტორებისთვის, ადგილობრივი საერთაშორისო დონის ინვესტორებისთვის, ასევე სასტუმროების საერთაშორისო ბრენდებისთვის და ქსელებისთვის. იმიტომ რომ ჩვენ თუ დაახლოებით 10-15 წლის წინ გავიხედავთ პერიოდში, ვნახავთ, რომ გაცილებით უფრო დიდი ბიუროკრატია იყო საჭირო ბრენდების მოსაზიდად, გაცილებით უფრო ბევრი, ესე ვთქვათ, აკინძული დოკუმენტაციის შევსება და მტკიცება, რატომ მაინც და მაინც კონკრეტული ეს ბრენდი უნდა გაიხსნას ამა თუ იმ ლოკაციაზე და იყო გაცილებით უფრო რთული feasibility კვლევები, როგორც ლოკაციის, ასევე ქალაქის, იმ ქალაქში რომელ მისამართზე, ესე ვთქვათ, რა კონცეფციის სასტუმროები შეიძლება აშენებულიყო და ერთი სიტყვით ძალიან
დიდხანს იწელებოდა ხოლმე ეს დარწმუნების პოლიტიკა ბრენდებთან, მაგრამ საბედნიეროდ უკვე იმდენი მაგალითი მიეცა ბრენდებსაც, ინვესტორსაც, რომ დღეს სხვანაირად მეგობრულად არიან განწყობილები, სხვანაირად თვითონაც მოტივირებულები არიან, რომ რაც შეიძლება მეტად განავითარონ მათი ბრენდები და ქვებრენდები საქართველოს. ზოგიერთ ბრენდს 25 ქვებრენდი აქვს და შესაბამისად არის წარმოდგენილი დივერსიფიცირებულად სხვადასხვა კატეგორიის, სხვადასხვა კონცეფციის ობიექტებით. ეს ყველაფერი კონკურენციასაც ქმნის უშუალოდ მათ შორის, რა თქმა უნდა, თვითონ ქვეყანაში, როდესაც ერთბაშად გემატება და ასე სწრაფად ვითარდება, რაღაც კუთხით შეიძლება მოთხოვნა მიწოდებას გადააჭარბოს, რაღაც კუთხით შეიძლება მიწოდება მოთხოვნას გადააჭარბოს. ეს არის ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკა, რასაც ხან, ასე ვთქვათ, მუდმივად სწორხაზოვნად რო იყოს დაბალანსებული სასტუმროს ოთახების და ჩამოსული ტურისტების რაოდენობა, ალბათ წარმოუდგენელია. ხან იქნება მეტი, ხან იქნება ნაკლები. რაც თავარია წლიურ ჭრილში გულისხმობ, კი ბატონო, და რაც თავარია ინფრასტრუქტურა ვითარდება და ქვეყანა არა მარტო ტურიზმის ინვესტორისთვის, ანუ ზოგადად ქვეყნის პრესტიჟი და ქვეყნის იმიჯია, მე ვფიქრობ, ამდენი საერთაშორისო ბრენდი, როდესაც არის წარმოდგენილი. 300 სასტუმროს 300 დაგეგმილი არის უახლოეს 2 წელიწადში. ერთ წინა გადაცემაში მყავდა უძრავი ქონების მიმართულებით. წარმოადგენელი, რომელიც ამბობდა, რომ სტრუქტურა სასტუმროებისა შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარზე. ის რომ წლების განმავლობაში პატარა სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები, თბილისის მასშტაბით და ბათუმის მასშტაბით წარმატებულები იყვნენ, ეხლა ეს იცვლება და პატარა ტიპის სასტუმროები უძრავი ქონების კუთხით კარგავენ იმ ფასს, რომელიც მათ აქვთ. რადგანაც უფრო მეტად ქსელური ტიპის სასტუმროებზე გადადის უფრო მოთხოვნა და ეს პატარ-პატარა სასტუმროებმა დაიწყეს უკვე ოფისებად გადაკეთება და რაღაცა. როგორია თქვენი შეხედულება ამ მიმართულებით და თქვენი გამოცდილება? თქვენი კომპანია მსგავსი ტიპის კონსალტინგს ატარებს? ნაწილობრივ დიდწილად უფრო სწორად დავეთანხმები, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენად სწორი იქნება ხა სასტუმროს რაღაც რეკლამაში რო არ ჩაგოთვალოს ერთ-ერთი ბიუჯეტური ბრენდი ვთქვათ, მოდით, სახელი არ დავასახელოთ, ბიუჯეტური საერთაშორისო ქსელის ბრენდი, როდესაც შემოდის და მაგალითად $60 ქალაქში, ძველ ქალაქში, ცენტრში გთავაზობს, იქ ქმნის სხვა ტიპის კონკურენციას და როდესაც მასიური შენობები 30 ნომრიანი, 40 ნომრიანი, 35 ნომრიანი სასტუმროები ზოგიერთი შეიძლება მოძველ და რემონტს საჭიროებს, ზოგიერთი სხვანაირ მარკეტინგს საჭიროებს, ზოგიერთი ესე ვთქვათ სპეციფიკური მიდგომებს საჭიროებს. ასეთი ობიექტებიდან ავტომატურად გამოირჩა უშუალოდ კონცეპტუალური ბუტიკური სასტუმროები, რასაც აღნიშნულმა ბრენდებმა პირდაპირ კონკურენცია ვერ გაუწია, მაგრამ მასიურად წარმოდგენილ ობიექტებს გაუწია. ამაზე შეიძლება პირდაპირ მარტივი პარალელი გავავლოთ, აი ესეთი კითხვა რო დავსვათ, როდის იყავით ბოლოს არაქსელურ მარკეტში. მაგალითად, რომელსაც აწერია უბნის მაღაზია, ვთქვათ, უბრალოდ ძალიან ვერ გავიხსენებ. ხო, იმიტომ რომ სასტუმროს ვერ გავიხსენებ, როდის მომრავლდა უბნებში და ზოგადად გაიზარდა, ესე ვთქვათ, ქსელური ბრენდირებული შეფუთვით მარკეტები. რომელსაც სხვა ტიპის სერვისი აქვს და სხვა ტიპის მომსახურება აქვს. შეიძლება და ასე თუ ისე იცი პირობითად იქ სასტუმროში ფრანკფურტში ჩახვალ, მილანში ჩახვალ თუ პირობითად ბაქოში ჩახვალ თუ ერევანში ყველგან ერთი და იგივე ტიპის მეტნაკლებად ერთი და იგივე დიზაინი, ერთი და იგივე ფასი, ერთი და იგივე მომსახურება და ამას გარდა აგროვებ პოინტებს, ლოიალიტი პროგრამებია და ასე შემდეგ და როდესაც ახლა ადამიანი თქვენს რო წარმოიდგინოთ თქვენს თავზე, ჩამოდიხართ უცხოელი საქართველოში და გააქვთ ორი ალტერნატივა, ან სასტუმრო A, ან სასტუმრო B, რომელიც არის ძალიან ნაცნობი ქსელის წარმომადგენელი და სადაც გააქვთ თქვენი სპეციალური ფასდაკლება, დისკაუნტი და ასე შემდეგ. ან ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი, როდესაც ამდენ ქსელთან გვაქვს ურთიერთობა, რაღაცები გადალაგდება, რაღაცები შეიცვლება. თქვენი კომპანიიდან გამომდინარე, რაზეა ძირითადი მოთხოვნა, რას გიყოთ ამ ხოლმე დამკვეთები? ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ოპერირებთ ჩვენთვის იდეალური, ესე ვთქვათ, წარმოდგენილი სცენარი არის, როდესაც სასტუმროს მშენებლობამდე არქიტექტორებთან ერთად ვსივართ, მუშაობთ სწორ კონცეფციებზე და ვავითარებთ მშენებლობიდან გახსნამდე პერიოდს სრულად მივყვებით და ესე ვთქვათ, ჩვენ იმ სტანდარტებზე ვაწყობთ, რა სტანდარტებიც უნდა იყოს მოთხოვნილი ამა თუ იმ ლოკაციაზე. ძირითადად ეს არის მაინც უფრო მართვის ტიპის მომსახურება და
არის არქიტექტურასთან ერთად მუშაობა არქიტექტურა დიზაინთან, კონცეფციებზე, სწორ დაგეგმარებაზე, ასევე სტანდარტების თავის დროზე იმპლემენტაციაზე, იქნება ეს back of house ვეძახით, სადაც საოპერაციო გარემო შეიძლება როგორი ნომერი უნდა ქონდეს, რამდენი რა კატეგორიის, რა ზომის და რომელი ბრენდი შეგვიძლია რომ შემოვიყვანოთ და თქვენ აწარმოებთ ამ საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკებას კონკრეტული ტიპის ლოკაციაზე, რამდენად მარტივი შეიძლება იყოს სამოვალოდ ამ ბიზნესის მუშაობა ამ პოტენციურ გათვლებს. კი ბატონო, ჩვენ ესე ვთქვათ, როგორც ოპერატორი მენეჯმენტ კომპანია ამ შემთხვევაში თუ მფლობელმა გადაწყვიტა და ბრენდმაც რომ ესე ვთქვათ ფრანჩიზა უნდა ფრანჩიზის ლიცენზია უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ ობიექტზე, ჩვენ როგორც ოპერატორი კომპანია უკვე ასე შევდივართ მფლობელთან ერთად ვარჩევთ ჩვენ ვურჩევთ რომელი ბრენდი რა კონცეფციით შეიძლება ამ შემთხვევაში რომ შემოვიყვანოთ, შემდეგ არის ხოლმე უშუალოდ ბრენდებთან თავისთავად შეხვედრები, მოლაპარაკებები, რამდენად გაიზარდა კიდევ მოთხოვნა ამ მიმართულებით? მოთხოვნა გაიზარდა თქვენ თქვით რომ 300 სასტუმრო კეთდება 2028 წლამდე თბილისში თუ საქართველოში 10 წლის წინ 8 წლის წინ რომ შეგიხედათ ზოგადად საქართველოში კონსალტინგის პირობას ბოდიში სერვის ხო იმდენად პოპულარული არ იყო და მაინც რაღაცა იყველას თავის მოდი მე თვითონ გავაკეთებ მეგობარს ვკითხავ რაღაც იქ იმას ვიზავ ამას ვიზავ და ესეთი შეცდომებს დაუშვებ რომ ხო ესეთი ძალიან ბევრი გქონია სხვათა შორის რომ მივსულვართ და მერე ჭირს ხოლმე გადაწყებულის გადაკეთება არის გაცილებით უფრო დიდი თავის ტკივილი ვიდრე ნულიდან დაწყება 5 ობიექტის ერთად იმიტომ რომ იცი რას აკეთებ და შეიძლება გახუთმაგებული, გაექვსმაგებულიც იყოს 2013, 14, 15 წლებიდან დღემდე პერიოდს თუ შევადარებთ სასტუმრო ბიზნესის ოპერატორი კომპანიები და კონსალტინგი და ზოგადად ბრენდებთან ურთიერთობა და მათი შემოყვანა ძალიან კოლოსალურად არის გაზრდილი და ვიმედოვნებ რომ რაც დრო გავა კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრებს hospitality consulting-ი თავს საქართველოში და ნამდვილად რა არის ხომ ამაყება ამ სფეროში რო ვარ ჩართულები. დიახ, გიორგი, რა არის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ამ მიმართულებით? უფრო კონსალტინგია საერთაშორისო ბრენდებთან ურთიერთობა თუ უფრო დაგეგმარების მიმართულება დღეს ყველაზე უფრო მოთხოვნადი? გაჩნია რა ეტაპზე შეხვალ, იმიტომ რომ ერთმანეთზე არის გადაბმული. აი ესე რო ვთქვათ, რომ მარტო ბრენდის შემოყვანას უნდა ადგილზე შესაბამისი შემდგომ მობილიზება და ბრენდის პოლიტიკის გატარება. ვთქვათ, თქვენ ინვესტორი მოხვედით ჩვენთან, ჩვენ შემოგიყვანეთ, გიწარმოებთ მოლაპარაკება ბრენდთან და მერე ბრენდი გავალებთ ბრენდის სტანდარტებზე აწყოთ ობიექტი. ამ შემთხვევაში ჩვენ თუ აღარ ვართ ჩართული, მარტო რჩებით და უნდა გაყვეს და გაგრძელდეს. ან გააჩნია რა ეტაპზე შევალ ზუსტად, მაგიტომ ვთქვი, უფრო დაგეგმარებიდან მოყოლებული ბრენდის შემოყვანამდე თუ ჯერ არ არის გახსნილი ობიექტი და თუ გახსნილია თავისთავად მართვის ან სრული მენეჯმენტი ან მართვის კონსალტინგი გააჩნია ხოლმე ობიექტს რა ზომისაა თავისი მარკეტინგით იქნება თუ პერსონალის მართვით და სრული კონცეფციით რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვინც ტურიზმის სფეროშია დაკავებული, ძალიან უჭირთ ხოლმე მერე პატარ-პატარას თუ ეს ქსელური არ არის, რაღაც ტიპის სტანდარტების მიღწევა, მაგრამ არა მარტო სტანდარტების მიღწევა, არამედ აი ამ სტანდარტების შენარჩუნება არის ხოლმე მერე ყველაზე რთული. რადგანაც როგორც თქვენ ახსენეთ, გაძლიერებულმა შემოტევამ ქსელური ტიპის სასტუმროებისა დაღი დაასვა ამ ბაზარს საქართველოში და პატარ-პატარა ბრენდები ნეგნა უჩინარდებიან ის ძველი პატარა რომელსაც შეიძლება რემონტი ჭირდებოდა, შეიძლება რაღაცა ტიპის მომსახურება ჭირდებოდა, ესენი ნელა მარკეტინგის გადახალისება შეიძლება რემონტი შეიძლება კონცეფციის შეცვლა, მაგრამ ესეც უკვე დიდ ხარჯებთან გადის შემდეგ მფლობელის მხრიდან რომ გადმოხედავს ისედაც ვიცით რომ გრძელვადიანი ინვესტიცია არის სასტუმრო ბიზნესი თანხას რო ჩადებ ვთქვათ 3-4 წელი თუ დიდი ობიექტია უნდა აშენო არემონტო შემდეგ გახსნა და 10 წლის პერსპექტივაში დაელოდო სრულ უკუგებას ნუ პლუს მინუს გარკვეული წლები გააჩნია როგორია და ჩვენც რა ვიცი მაქსიმალურად ვთილობთ ხოლმე რომ როდესაც ობიექტში თუ გვაქვს იმის ფუფუნება რომ ნულიდან ჩავერთოთ ან დროულად ჩავერთოთ მაშინ ვთილობთ რომ იქ იქნება ბრენდი თუ არ იქნება მაინც მოვაწყოთ ჩვენი გამოცდილებით საერთაშორისო სტანდარტებზე სადაც ამომავლოთ რომს გაყიდოს მფლობელმა ობიექტი ან მოისურვოს დღეს არა და 5 წლის მერე ბრენდის შემოყვანა
თითქმის ყველა ბრენდის სტანდარტზე იყოს მორგებული და მე არ გაუჭირდეს და არ დასჭირდეს რაღაცების მინგრევა, გადაკეთება, გადმოკეთება და თუნდაც ოთახების კატეგორიების ზომები, სტანდარტები, სასაწყობო ფართები და ყველაფერი ძალიან მაქსიმალურად ვთვლობთ, რომ მიუხედავად იმის არაბრენდულიც თუ აპირებს ფლობელი რო გააკეთოს, მაინც გქონდეს ჩვენგან ბრენდული წყობა, ესე ვთქვათ და ბრენდული განლაგებები, რომ შემდგომში არ იყოს სირთულეები. თქვით რომ მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. ამ გაზრდილ მოთხოვნას თქვენ ხედავთ თბილისსა და ბათუმში თუ მთელ საქართველოში ხედავთ? გამომდინარე იქიდან რომ თბილისი და ბათუმი არის ყველაზე აქტიური წერტილები საქართველოში. განსაკუთრებით ალბათ ბათუმიც. ბათუმში ბრენდულმა ვთქვათ აპარტამენტებმა და კონდო ჰოთელებს ეძახიან კომბინირებული ვარიანტი, სადაც არის რომ ერთ დიდ მასიურ შენობაში არის ბრენდული სასტუმროც, აპარტამენტები, სხვადასხვა ვთქვათ კაზინოს ინფრასტრუქტურა, ბიზნეს ცენტრი და ასე შემდეგ. ამან ერთმა შენობამ მარტო ჩვენ შემთხვევაში, სადაც ვართ ჩართულები, მარტო 800 აპარტამენტი შემატა ბათუმის ბაზარს, ხო და 800 აპარტამენტი რა თქმა უნდა ძალიან დიდი და მასშტაბურია ბათუმისთვის და არა მარტო ბათუმისთვის. არა მარტო ერთ წელს არ ხდება, ყოველწლიურად იხსნება და ემატება. აქედან გამომდინარე ზუსტად ამან გახადა ერთ-ერთ ეპიცენტრაცაც ბათუმი, თბილისი თავისთავად, შემდგომ არის კახეთი შეიძლება ითქვას, სამცხე-ჯავახეთი, ბორჯომის მიმართულებითაც. სხვა ტიპის მოთხოვნა არის ალბათ. ხო, ყველა არამასობრივი ტიპის სასტუმროებს, როგორც 800 ნომრიან, როგორც თქვენ დასახელეთ, ანუ უფრო პატარა. უფრო შედარებით ბუტიკური, ავთენტური, ესე ვთქვათ, უნივერსალური ტიპი, სადაც ყველა სეგმენტის ადამიანი შეძლებს, რომ ჩავიდეს და არ იყოს მიბმული, თქვათ, რადგანაც კახეთია, მაინც და მაინც არ უნდა იყოს მიბმული ამ ღვინო და ვაზზე, რომ აუცილებლად თუ კახეთში ვაკეთებ სასტუმროს, ამიტომ უნდა მე იქ მქონდეს ქვევრი. არა, შეიძლება კახეთში გავაკეთოთ ძალიან მაგარი ობიექტი, ოღონდ იყოს, ესე ვთქვათ, ყველა სეგმენტისთვის საინტერესო და ჩვენ თვითონ ხელოვნურად არ შევავიწროვოთ, მარტო ღვინის ტურიზმით დაინტერესებული იმაზე არ მივმართოთ, ესე რომ ვთქვათ რა. რომელიც შეიძლება მუსლიმანური ქვეყნების წარმომადგენლებს არ აინტერესებდეთ. ხო, აქ არა შეიძლება არ იყოს მუსლიმანური ქვეყნის წარმომადგენელი, მაგრამ მაინც და მაინც თბილისში რო ჩამოდის, კახეთში არ წავიდეს ღვინისთვის. ხო, შეიძლება კახეთში სხვა მიზნისთვისაც წავიდეს. მე არ ვაკნინებ ღვინის კულტურას და კულინარიას, პირიქით ძალიან მიყვარს და ვაფასებ და ერთ-ერთი ჩვენი კულტურის განუყოფელი კომპონენტია, მაგრამ როდესაც ჩემი გამოცდილებით ისევ შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს ან ინვესტორს ან კოლეგას, მაგრამ როდესაც სასტუმროში იდება დიდი ინვესტიცია, კონკრეტულად ერთ ვიწრო კონცეფციას არ უნდა იყოს მიბმული მიუხედავად ლოკაციის. მე ასე მგონი, თუ ეხა ქარხანა არის სადღაც და ქარხანის ტერიტორიაზეა შესაძლებელია, მაგრამ ის ზოგადად მაგალითს ვიხსენებ ხოლმე, ყაზბეგი რამ განავითარა, რომელმა ობიექტმა, რომელი იყო პირველი და რატო, ხო იქ არც ესე ვთქვათ, ლუცსა და ხინკალზე არ წასულა, მაინც და მაინც იქაური კულტურაზე დაფუძნებული კულინარიით და კონცეფციით, რომ მერე განვითარებული. არა, გაკეთდა ობიექტი, რომელიც ყველა მეტნაკლებად კულტურის მქონე და ინტერესის მქონე ადამიანისთვის იყო საინტერესო და შემდგომ უკვე ზუსტად კახეთში საკმარისი შატოები გვაქვს, ესე ვფიქრობ და შატოა და სასტუმრო. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ობიექტია ისეთი, რომელიც საოჯახო მეღვინეობა, საოჯახო კულინარიული მიმართულება და შატო ვიწრო 20, 25, 30 ოთახი, როდესაც გაქვს თავისთავად შეიძლება რომ ამ ვიწრო მიმართულებაზე მიმართო და საკმაოდ აქტიურად მუშაობენ და უკვე როდესაც ადამიანი დიდ ინფრასტრუქტურაში ჩადის, იქნება ეს სასტუმრო თუ რეზორტი, ამ შემთხვევაში როდესაც გამოვა კახეთში იმავე რაიონში, სადაც შეუძლია რომ ოჯახებს ესტუმროს და პატარ-პატარა ბუტიკ სასტუმროებს და ის ღვინის თემა დაიკმაყოფილოს და დაინტერესდეს, ხო? ეს უფრო გამართლებულია, ვიდრე რომ ყველა დიდ სასტუმროში გქონდეს ინდივიდუალურად ჩადებული მარტო ღვინის პერსპექტივები. ესაა ჩემი აზრი. გიორგი, რადგან ჩვენ საერთოდ იწურება, მინდა პროგნოზისკენ წავიდეთ, როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება მომდევნო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ტურიზმის ბიზნესში და რა იქნება თქვენი აზრით საქართველოს ტურისტული პოტენციალის სხვა მიმართულებით წაყვანის გზები. თქვენ თქვით, რომ მაისში ძალიან დიდი გამოფენა იგეგმება
რომელშიც ბევრი ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას და ახალი ბაზის კი არა უფრო განახლებული ბაზის ჩინეთისკენ იქნება ქართული ტურისტული ყურადღება გადატანილი. რა არის თქვენი პროგნოზი? პროგნოზი გამოფენების კუთხით დაწყებული იანვრიდან დღემდე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო გამოფენები, ასევე ITB ბერლინში ჩატარდა მარტის დასაწყისში, სადაც ჩვენ ძირითადად ტურისტულმა კომპანიებმა და ასევე სასტუმროებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად და ვფიქრობ ეს ყველაფერი, როდესაც კერძოდ და სახელმწიფო სექტორი ერთობლივად მუშაობს და ერთი მიზნისთვის ბრძოლობს, ძალიან დიდი შედეგები იქნება. პროგნოზი ამ ეტაპამდე სანამ ახლო აღმოსავლეთის მოვლენები დაიწყებოდა, რა თქმა უნდა 80-85%-იანი საშუალო დატვირთულობა ჰქონდა გათვლილი როგორც ევროპიდან, მეზობელი ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ემირატებიდან და ასე შემდეგ, მათ შორის ჩინეთ, ინდოეთიდან, თუმცა დღეს რო ვთქვათ, რამდენად შეიცვლება, ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ არ ვიცით რა იქნება. ხვალ და ეგ ყველაფერი დამოკიდებული არის, რამდენი ხნით გაგრძელდება. არის ორი სცენარი. ძირითადი სცენარი დასრულდება მარტში, აპრილის შუადან აღდგება ყველაფერი ძალიან მალე. თქვენსაც რაღაცა პერიოდი ჭირდება. ამ შემთხვევაში თუ სიტუაცია ოფიციალურად ჩაწყმარდა, ისევ და ისევ ესე ვთქვათ, შარშანდელი ამ საომარი ვითარების გამოცდილებით, რომელიც შუა სეზონზე მოხდა ისრაელსა და ესე ვთქვათ, ჰამას შორის, იყო ორკვირიანი ბრძოლები და ასევე ერთ კვირაში აღდგა დამთავრებიდან. ეს რადგან უფრო გლობალურია, მაშინ უნდა ვიფიქროთ ორ კვირაში აღდგება, დამთავრდება აპრილში, ორ კვირაში აღდგება მაისიდან აპრილის შუადან საკმაოდ კარგი პერიოდი გვექნება, იგივე, რასაც ვარაუდობდით 2025-დან პლუს 10%-ს დატვირთულობას და ასევე შემოსავლებს. გასტანს მაისის ბოლომდე და ივნისის ბოლომდე აღნიშნული სიტუაცია, მაშინ რადიკალური სწორება უნდა გაკეთდეს ყველას მხრიდან, ისევ და ისევ ევროპაზე, ჩინეთში პირდაპირ რეისების დამატებაზე, სხვადასხვა მიმართულებებით კიდევ უფრო მეტი პირდაპირ რეისების დამატებაზე და კიდევ უფრო მეტად დაპოზიციონირებაზე ჩვენი ქვეყნის როგორც მთავარი მშვიდი მიმართულება რეგიონში, რომ აქ ბევრი ადამიანი მოვიზიდოთ. ამაზობაში ზაფხული წამოგვეწევა, ზაფხულში მე ვფიქრობ ისევ და ისევ უნდა ვთქვათ, მაგრამ თქმა არ გვინდა თუ გაგრძელდა ჩვენი შიდა ტურიზმიც გააქტიურდება და აი კახეთს, ბათუმს და ასე შემდეგ დატვირთავს შიდა ტურიზმი, ესეც იგივე კოვიდის პრაქტიკიდან გამომდინარე და ჩვენ ამ მოკლევადიან პერიოდში, ესე ვთქვათ, კი არ გვაქვს საქმე გასაღიმად და სახუმაროთ, მაგრამ ხუმრობთ ხოლმე კოლეგები, რომ კოვიდიდან მოყოლებული პანდემიის პრაქტიკა გამოვიმუშავეთ, ტურიზმში როგორ შეიძლება საომარ მოქმედებებში პრაქტიკა და იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ და ყოველი შიდა ეს რაღაც დაძაბულობები, იქ რაღაც აქციები, როდესაც იყო და დესტაბილიზაციები, ეგ პრაქტიკაც და იმუნიტეტიც გამოვიმუშავეთ და ხო, ყველა ესე ვთქვათ წლის დასაწყისში თუ ბოლოში ესეთი სიურპრიზები გვაქვს ხოლმე და მაგიტო ვცდილობთ რომ შვიდად, მაგრამ რაღაც მაინც ვღელავთ ამ ყველაფერზე. რო არ იღელო არ შეიძლება, ვერ გამოხვალ, იმიტომ რომ ამდენი თანამშრომელია დასაქმებული, ამდენი ტურისტი იყო ჩამოსასვლელი, ამდენი გადასახადი და ეს ყველაფერი ამდენი ხალხისთვის ხელფასებია და რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი ხო პირდაპირ გავლენას ახდენს ამაზე. ხა ერთია ეს გლობალურად შეიძლება არავის არ აინტერესებდეს, ვინც ერთმანეთს ურტყამს დღეს, მაგრამ ესე ვთქვათ, პატარ-პატარა ქვეყნები ძალიან იჩაგრებიან და ტურიზმია პირველი მოწყვლადი სფერო. ვინცად დაახველებს თუ დააცემინებს სამეზობლოში, ტურიზმს ურტყავს ესევე ჩვენთან. გიორგი, მე მინდა ძალიან ბევრი წარმატება გისურვო და დიდი მადლობა საინტერესო სტუმრობისთვის. ჩვენ დღეს საუბრობდით ტურიზმთან დაკავშირებით, როგორ იცვლება, როგორ შეიცვალა ტურიზმის ბიზნესი ზოგადად ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესაბამისად. HSC გრუპის დამფუძნებელი გიორგი დოლიძე იყო დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი. დღევანდელი ჩემი გადაცემა დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ორ შაბათს. დროებით.